ახალი დეტალები თბილსერვის ჯგუფის საქმეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით თბილსერვის ჯგუფში ალპინის დამგველების თანამდებობაზე 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის ნოემბრამდე გაფორმებულები იყვნენ თეატრალური კვარტეტის წევრები. 4-ვე მომღერალს საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით ამ პერიოდში ხელფასის სახით გადარიცხული აქვს 70,000 ლარზე მეტი. განმარტებას აკეთებს მამუკა ახვლედიანი საკრებულოს წევრი, განმარტავს, რომ თბილსერვისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში თეატრალური კვარტეტის წევრები მისი რეკომენდაციით მიიღეს და ისინი დაკისრებულ სამუშაოს ასრულებდნენ, რაშიც სოლიდურ საკუთვნილ ანაზღაურებასაც იღებდნენ. და ელისო ჯარიაშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ელისო, უფრო კონკრეტულად რა განცხადებებს აკეთებენ მხარეები? ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით 2 წლის განმავლობაში თეატრალური კვარტეტის 4 მომღერალი დასაქმებული იყო თბილსერვის ჯგუფში და ისინი გაფორმებულები იყვნენ ალპინისტებად. ამ 2 წლის განმავლობაში მათ ანაზღაურების სახით მიიღეს 70,000 ლარი და საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ამ დროისათვის 4-ვე მომღერალი არის დაკითხული. ამ თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანი განმარტავს, რომ მისი პირადი რეკომენდაციით მოხვდნენ მომღერლები თბილსერვის ჯგუფში და ისინი ასრულებდნენ კონკრეტულ სამუშაოს და ანაზღაურებასაც სწორედ ამის გამო იღებდნენ. ახვლედიანის ინფორმაციით თეატრალური კვარტეტის მომღერლები მონაწილეობდნენ ამ უწყების კონკრეტულ აქციებში. დადგენილი იქნა, რომ ფორმალურად გაფორმებული იყვნენ თეატრალური კვარტეტის ბიჭები, რომლებიც ასრულებდნენ ვითომდაც სპეც და ალპინის დამგველების საქმიანობას. ხსენებული პირები აღნიშნულ საწარმოში გაფორმებული იყვნენ 2010 წლის იანვრიდან 2012 წლის ნოემბრამდე პერიოდში. რა პერიოდშიც მათ აღნიშნული საქმიანობისათვის ხელფასის სახით დაერიცხათ 70,000 ლარი. მაშინ, როდესაც ხსენებულ პირებს აღნიშნულ საწარმოში რეალურად არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებია. დაკითხულები არიან მოწმეები და თვითონ თეატრალური კვარტეტის ბიჭებიც არ უარყოფენ აღნიშნულ ფაქტს. თეატრალური კვარტეტის ბიჭები ჩემი პირადი რეკომენდაციით იყვნენ მიღებულნი თბილისის დასუფთავების სამსახურის შეპესეში. თუ დანაშაულია ის, რომ სწორედ ეს ადამიანები ამ ფორმით იყვნენ დასაქმებულნი, მაშინ რა თქმა უნდა ეს უნდა განსაჯოს საზოგადოებამ, თუ დანაშაულია კანონის წესში ვაგებთ ამაზე პასუხს. ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული ბრძოლა მიმართული თბილისის მერის წინააღმდეგ, სადაც დღეს რატომღაც აღმოჩნდა, რომ გახვიეს თეატრალური კვარტეტი. მოდით ვიხედოთ საქმეს, ის რაც არის ამ ქალაქში გასაკეთებელი და ამ ქვეყანაში და სამართალდამცავ ორგანოებს უპირველესად ყოვლისა მოუწოდეთ არა თეატრალური კვარტეტის ბიჭებს დაძდებდნენ, არამედ იმ კრიმინალურ სიტუაციის გაუმჯობესებას, რომელიც ესე მომრავლებულია. თბილსერვის ჯგუფთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება თბილისის თავმჯდომარემ. ის დედაქალაქის იმერს ადანაშაულებს დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ გახარჯვაში და სვამს კითხვას, რა სჭირდებოდა დასუფთავების სამსახურს 700 თანამშრომელი. გარდა ამისა, ქართულ ოცნებას აქვს ახალი ბრალდება გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით 2013 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 3 მილიონი ლარი და ამ თანხით უნდა დასაქმდეს დაახლოებით 400 ადამიანი, რომელიც დღეში 1 საათის განმავლობაში იზრუნებს ბავშვების გართობაზე. ამ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩილაშვილის განცხადებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოშია მიღებული, მოტივირებულია დედაქალაქისა და თბილისის ზოგადად ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ნიკოლოზ ხაჩილაშვილი განმარტავს, რომ ნაციონალური მოძრაობის ოპონენტები დაკავებულები არიან არა საქმის კეთებით, არამედ პროკურორობით. თბილისს ყავს თავხედი მერი, რომელსაც ყოფნის კიდე თავხედობა, რომ გაამართლოს ის დანაშაული, რასაც ქვია თბილისის დასუფთავების სამსახურში დაახლოებით 700 თანამშრომლის დასაქმება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ბიუჯეტის ცვლილება შევიდა 3 მილიონი ლარი გამოიყო იმისთვის, რომ თბილისში არსებულ ღია მოედნებზე რაღაც გაურკვეველი ტიპის მასწავლებელი, პედაგოგი, არ ვიცი მე რა ქვია მას, შეირჩეს, რომელიც 6-დან 10 წლამდე ბავშვებს დღეში 1 საათის განმავლობაში ათამაშებს და გაერთობა მათთან ერთად. ამაში ცუდს რას ვხედავთ? თუ ჩვენს უბნებში ამ ფონზე, როცა კრიმინალურმა სიტუაციამ ესე იმძლავრა, ესე მოგვაწვა, რას ვხედავთ? თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩვენს ქუჩებში ჯანმრთელი ჯანსაღი ცხოვრების ჩამოყალიბების წესს. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი კოლეგები დაკავებული იყვნენ სხვადასხვა ინიციატივებით, რომელიც ჩვენს ქალაქს და თბილისელებს გამოადგება, დაკავებულები არიან სხვადასხვა საგამოძიებო უწყების ფორმალური რაღაც ესეთი სტილით საკრებულოში, რომელსაც მეც არაფერს არ დავარქმევ თუ არა იმას, რომ ხელმა ქვეყანამ გაიგო, რომ
კასპს ყავს პატარა პრემიერ-მინისტრი და ჩვენ საკრებულოში ყოლე პატარა პროკურორი. პირდაპირ თბილსერვის ჯგუფთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს საკრებულოში აფასებენ როგორც მიზანმიმართულ ზეწოლას დედაქალაქის მერიაზე. მადლობა ელისო, ეს იყო ელისო ჯარიაშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობდა.